რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის დაყოფის დატიხვის დროს, რომელი ოთახები არის პრიორიტეტული, რა სივრცეები შეიძლება შევზღუდოთ და ზოგადად რა პრინციპით ვიხელმძღვანელოთ ამ პროცესის დროს. ბინის დაყოფისას ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახები არის მისაღები და სამზარეულო, მეტნაკლებად აბაზანაც, შესაბამისად ეცადეთ რომ ეს ოთახები დაგჭეთ დიდი და თუ რაიმე სივრცის შემცირება გიწევთ, შეამცირეთ საძინებლები. საძინებელში ძირითად დროს ვატარებთ მძინარე მდგომარეობაში, შესაბამისად დიდი ზომის საძინებელი არც არაფერშია საჭირო და ესე სიმყუდროვესაც მეტნაკლებად კარგავს. ასევე ეცადეთ რომ ნაკლები ბარიერები გქონდეთ თქვენს ბინაში, გულისხმობ არასაჭირო კედლებს. თუ საჭირო და აუცილებელი არ არის, ნუ აწყობთ კარიდორულ სისტემას, დაიტოვეთ მაქსიმალურად დიდი სივრცეები, არტივად რომ გქონდეთ კომუნიკაციის ხელმისაწვდომობა. სამყოფთა სამზარეულო ოთახში განცალკევებით მყოფმა ოჯახის წევრებმა რომ მარტივად შეძლონ ერთმანეთთან საუბარი. ისედაც შეზღუდულები ვართ ადამიანი მთელი დღის განმავლობაში და აი სახლში დაბრუნებულს ისევ რომ რაღაც ბარიერები გვხვდება კომუნიკაციაში ხელს გვიშლის, გადაადგილებაში ხელს გვიშლის, არის ძალიან დიდი დისკომფორტი. საბოლოო ჯამში ბინის დაგეგმარების მთავარი მიზანი უნდა იყოს კომფორტი, აქედან გამომდინარეობს ეს წესებიც. მთავარია რომ გამოიყენოთ სივრცე ეფექტურად, გადაადგილება შეძლოთ კომფორტულად, იმ სივრცეებში, სადაც დროს აქტიურად ატარებთ, უფრო მეტი ფართი დაგჭეთ, ვიდრე იმ სივრცეებში, სადაც შეიძლება უბრალოდ გეძინოთ. უმჯობესია დაიხმაროთ დიზაინერი მსგავს საკითხში. თქვენს შემთხვევაში ეს შეიძლება პირველი გამოცდილება იყოს ცხოვრებაში, როდესაც რემონტს აკეთებთ, მაგრამ დიზაინერებს გვაქვს დიდი გამოცდილება ბინების სწორად დაყოფის, ოთახების და სივრცეების სწორად განაწილების შესაბამისად, ჩვენთვის არ წარმოადგენს ეს დიდ პრობლემას. ეს ვიდეოები არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება ხელმისაწვდომობა ნაკლები ქონდეს დიზაინერებთან, ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც მიგიწვდებათ ხელი დიზაინერთან, რა თქმა უნდა, უმჯობესია დიზაინერმა დაგიგეგმოთ თქვენი სივრცე და დეტალურად გათვალოს ყველა ის ნიუანსი, რასაც შემდეგ წააწყდებით რემონტის პროცესში. მსგავსი საინტერესო ვიდეოებისთვის არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, დროებით.